მოგესალმებით მეგობრებო და დღეს მინდა ვისაუბრო ახალ ვითომ პოლიტპატიმარზე ვინმე ნინო დათაშვილზე რომელიც მისცეს სისხლის სამართლის წესით პასუხისმგებაში იმის გამო რომ მან მანდატურს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ძალიან პატარა ვიდეო, მოკლე ვიდეო ვნახოთ ერთად და შემდეგ გავაგრძელებ ამ თემასთან დაკავშირებით საუბარს. ეს გახლავთ ვინმე ნინო დათაშვილი რომელმაც როგორც ერთად ვნახეთ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სასამართლოში მანდატურს და სწორედ ამის გამო მისცეს პასუხისმგებაში, მაგრამ ოპოზიცია ჯიუტად ამტკიცებს იმას, რომ ეს ახალგაზრდა გოგო არის პოლიტპატიმარი და ამასთან დაკავშირებით ძალიან მოკლე ვიდეო მინდა ასევე განახოთ, სადაც გიორგი ვაშაძე თავისნაირ უნამუსოსთან, გიორგი თარგამაძესთან გახლავთ გადაცემაში სტუმრად და ეს ორი უნამუსო ადამიანი ცდილობენ, რომ ადამიანები საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში და ისე უხატავენ ნინო დათაშვილის ამბავს, რომ თითქოს როგორი საშინელი რაღაცა ჩაიდინა ოცნებამ და როგორი უდანაშაულო ადამიანი დაიჭირეს და ძალიან მოკლე მონაკვეთი ვნახოთ ვაშაძის განცხადების. სუყურებდი ნინო დათაშვილი როგორ დააკავეს და სისხლის სამართლის საქმე, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა წაუწყდა. აბსოლუტური უსამართლობაა, ტოტალური უსამართლობაა და ეხლა როცა ასეთ ადამიანებს აკავებენ და იჯერენ, როცა მათედევიძეს მიუსაჯა იგივე მოსამართლე, რომელიც მემასავარებს ეხლა. ნახეთ ხო, ერთად თუ როგორ მოიქცა ვინმე ნინო დათაშვილი და რა თქმა უნდა ეს კადრები თარგამაძესაც ნანახი აქვს და ვაშაძესაც და ძალიან კარგად იცის ორივემ სინამდვილეში რისთვისაც ასამართლებენ ამ ახალგაზრდა გოგოს, მაგრამ რა თქმა უნდა მიზანმიმართულად განზრახ ამახინჯებენ ფაქტებს და საზოგადოებას უმტკიცებენ შავზე, რომ არის თეთრი და ეს პირველი შემთხვევა არ არის, რა თქმა უნდა და 100% აი ამ პრასტიტუტკების საქმიანობის არის ის, რომ ფაქტები დაამახინჯონ და საზოგადოებას ობიექტური ინფორმაციის ნაცვლად მიაწოდონ ის ინფორმაცია, რაც აწყობთ მათ და მათ პატრონებს. რატო გაბედა ნინო დათაშვილმა და რატო მოიქცა ისე, როგორც მოიქცა? ამასთან დაკავშირებით ზოგი იტყვის იმას, რომ მანდატურმა მიაყენა შეურაცხყოფა და ამან მერე უპასუხა ამ საქციელით, ზოგი რას იტყვის და ზოგი რას იტყვის, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ნინო დათაშვილმა მიბაძა გმირ მზია ამაღლობელს და მზია ამაღლობელს საქციელს იმიტომ უწონებდა ოპოზიცია და იმიტომ ეძახიან მზია ამაღლობელს გმირს, რომ ჩვენ საზოგადოებაში მიგვეღო ახალი მზია ამაღლობელები, აი ვინმე ნინო დათაშვილის სახით და ამ დათაშვილსაც ეხლა იმიტომ პოლიტპატიმრად და გმირად ფუთავენ, რომ სხვებმაც კიდე მიბაძონ დათაშვილს და აი ესე გამუდმებით, რომ საზოგადოებაში რაღაცა ქაოსი და გაურკვევლობა და აყალბაყალი რო იყოს. როგორც გიორგი ვაშაძე აი ამ შემთხვევაში არწმუნებს საზოგადოებას, რომ თურმე ნინო დათაშვილი უსამართლოდ დააკავეს და რაღაცა არ იცის თურმე აი რისთვის დაიჭირეს ეს ახალგაზრდა გოგო, ისე უმტკიცებენ ყველა დანარჩენ სიტუაციებსაც საზოგადოებას ოღონდ გაუკომართებულად და ყველაფერს აი ისე ატყუებენ, როგორც აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს ორი უნამუსო ზის და საზოგადოება შეყავს
შეცდომაში. რა თქმა უნდა, გიორგი ვაშაძემ და თარგამაძემ, როგორც უკვე აღნიშნე, კარგად იციან, რომ ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა ის კადრები, თუ როგორც იქცეოდა ეს ახალგაზრდა გოგო ნინო დათაშვილი. მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ჯიუტად აი ესე უნამუსოდ საზოგადოებას უმტკიცებენ შავზე თეთრს და მაინც არწმუნებენ საზოგადოებას იმაში, რომ თურმე არაფრის გამო დაიჭირეს ნინო დათაშვილი. რატო ბედავენ ამას? იმის გათვალისწინებით, რომ რეალური კადრები არის გავრცელებული ინტერნეტ სივრცეში. რატომ ბედავენ ამას და რატომ კადრულობენ? იმიტომ ბედავს მაგალითად ვაშაძე აი ამ სისულელეების ლაპარაკს, რომ კარგად იცის გიორგი ვაშაძემ ის ფაქტი, რომ სწორედ გიორგი თარგამაძის, ნოდარ მელაძის, სანაიების და მსგავსი პრასტიტუტკა ჟურნალისტების და ტელევიზიების საშუალებით თავიანთ მხარდამჭერებს ისე გამოურეცხეს ტვინები წლების განმავლობაში, რომ იციან, რომ ნებისმიერი სისულელე, რაც არ უნდა ელაპარაკონ, ყველაფერს დააჯერებენ და სწორედ იმიტომ ბედავს ვაშაძე, რომ ზის აი ესე უნამუსოდ და ამტკიცებს შავზე, რომ არის თეთრი და ამტკიცებს, რომ თურმე ნინო დათაშვილი, რომელმაც მანდატურს უთხრა სილები აგინა დედა, არის თურმე უდანაშაულო და არის თურმე ვითომ პოლიტპატიმარი. ძალიან ცუდი წარმოდგენა აქვს სინამდვილეში თავიანთ მსმენელებზე და თავიანთ მხარდამჭერებზე, აი ამ ნაბოზრებს და იმიტომ აძლევენ თავის თავს იმის უფლებას, რომ დააჯდნენ და აი ესე სისულელეები ელაპარაკონ პირველ რიგში თავიანთ მსმენელებს და მხარდამჭერებს და მერე სრულიად საზოგადოებას. ეს კადრები რო ვნახე, სიბრაზეზე უფრო მეტად სინანულის გრძნობა მომაწვა, რო ვნახე ახალგაზრდა გოგო რა დღეში ჩააგდეს ამ ნაბოზრებმა და რა დამართეს ადამიანებს კოლექტიურმა ნაცებმა და საცოდაობა, აბა ეხა რა არის თუ არა საცოდაობა და გაბეჭავება, რაც ვიხილეთ აი ამ ვიღაცა ნინო დათაშვილის სახით, რომელიც ახალგაზრდა გოგო უკადრებელს კადრულობს და რაღაცა ძალიან ცუდად იქცევა, ისე რომ ვთქვათ რა, სულბუქად რომ ვთქვათ, ხო? ნინო დათაშვილის სისხლის სამართლის წესით პასუხისგებაში მიცემა თავიდან ბოლომდე არის ოპოზიციის კისერზე, ისევე როგორც ყველა დანარჩენი ადამიანების პატიმრობაც არის ოპოზიციის კისერზე და ყველაფერი გააკეთა ოპოზიციამ იმისათვის, რომ ნინო დათაშვილს კონკრეტულად ჩაედინა ის, რაც ჩაიდინა და დანარჩენ ადამიანებსაც ყველაფერი გააკეთებინეს იმისათვის, რომ ის ადამიანები წასულიყვნენ პატიმრობაში და დღემდე აგრძელებს ოპოზიცია აი ამ უნამუსობას. ძალიან ცუდ დღეშია რეალურად ოპოზიცია ჩავარდნილი, აღარც სათქმელი აქვთ არაფერი ხალხთან დარჩენილი და აღარც რამე გასაკეთებელი აღარ აქვთ და თავიდან ბოლომდე არიან დამოკიდებული აი ამ ვიღაცა საცოდავი ადამიანების რაღაცა გამოხტომებზე, რომ ერთი სული აქვთ, რომ თავიანთმა აი ამ პროვოკატორმა აქტივისტებმა რაღაცა ისეთი სისულელე გააკეთონ, რომ დაიჭირონ ეს ადამიანები, რომ მე აი ესე უნამუსოდ დაჯდნენ, როგორც ვაშაძე იჯდა ამ კონკრეტულ შემთხვევაში და საზოგადოებას დაუმტკიცონ ის, რომ აი თურმე რამდენი პოლიტპატიმარი ყავს, აი თურმე როგორ უდანაშაულოდ იჭერენ ადამიანებს. ისე შენი დედა მოვტყან გიორგი ვაშაძე, მე რამდენი უდანაშაულოდ ყავთ პასუხისგებაში მიცემული კონკრეტულად ეს ადამიანი, რომელიც გახლავთ ნინო დათაშვილი. ეს არის და ეს რისი თქმაც მინდოდა ამ ახალ ეგრეთ წოდებულ პოლიტპატიმართან დაკავშირებით.